მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ქრონიკის ახალ ამბებს სტუდიაში სოფო ცერსვაძე იწყებს მუშაობას. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში მადნეულის მომპოვებელი საამქროს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა კომპანია RMG Gold-ის და RMG Copper-ის მიერ თანამშრომლების სამსახურიდან უკანონო გაშვება გააპროტესტეს. როგორც აქციის მონაწილეებმა განმარტეს, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება 9 თებერვალი და საპროტესტო აქციები უფრო ფართო მასშტაბიან სახეს მიიღებს. შეგახსენებთ, რომ კომპანიის თანამშრომლებმა ხელფასების გაზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით სამუშაო შესრულებაზე უარი 3 თვის წინ განაცხადეს. 400-500 ლარიანი მუშები გამოგუშვეს გარეთ, 15,000 და 20,000-ები ოჯახიდან ორ კომბინატში წარმოებაში RMG Gold-ში და RMG Copper-ში არიან გაფორმებულები. ყავთ ხალხი, რომლებიც პენსიაზე არიან და გარეკილი ყოფილი დირექტორები მოიყვანეს 5,000 ლარიანი ხელფასი დაურიცხეს და დღეს ისინი იქ დარჩნენ. და ჩვენ ქუჩაში გამოვყარეს. ჩვენ მოვითხოვთ მათ აღდგენა სამსახურში, ასევე მოვითხოვთ მათი სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილებაში, რომითი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამ ყოველივეს ემატება ის, რომ რა თქმა უნდა საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო მსოფლიოში არ უნდა იქნეს განადგურებული და ძალიან კარგია ის, რომ თავად მუშამოსამსახურეები ითხოვენ ამას და არაძლევენ კომპანიის წარმომადგენლებს, RMG Gold-ის წარმომადგენლებს იმის საშუალებას და უფლებას, რომ სპეკულირება გაახორციელონ იმ თემატიკით, რომ თითქოს და მათი მუშაობა არის არათავსებადი მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი ძეგლის შენარჩუნებასთან. ძეგლიც საჭიროა, სამუშაო ადგილები საჭიროა და ამ ადამიანებს სჭირდება ასევე უსაფრთხო ეკოლოგიური გარემო. დღეს გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომპანია RMG-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, ბოლო დროის მოვლენებიდან გამომდინარე და შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებელი გახდა საწარმოო ხარჯების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ცვლილება თანაბრად შეეხო როგორც საწარმოო და ტექნოლოგიურ პროცესს, ასევე მომსახურე და ადმინისტრაციის პერსონალს. გამომდინარე აქედან კომპანია იძულებული გახდა სამსახურიდან გაეთავისუფლებინა რამდენიმე ათეული თანამშრომელი. საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად თითოეულ გათავისუფლებულ თანამშრომელს მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურებისა და გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების ოდენობით. კომპანია სრული პასუხისგებლობით აცხადებს, რომ განხორციელებული ოპტიმიზაცია არ არის დაკავშირებული საწარმოს თანამშრომლების მიერ გაფიცვის თაობაზე გაკეთებულ განაცხადთან, რომელიც წარმოდგენილია საინიციატივო ჯგუფმა. აღნიშნული ღონისძიება დაგეგმილი იყო გაცილებით ადრე და გულისხმობდა თებერვლის თვეში ამ ცვლილებების დაწყებას. იმ შემთხვევაში, თუ საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება და კვლავ საჭირო გახდება პერსონალის აყვანა, კომპანია მზად არის განიხილოს ყველა შესაძლებლობა, რათა სამსახურით დაკმაყოფილდნენ პირველ რიგში ყოფილი თანამშრომლები, რომელთაც გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება. ნათქვამია განცხადებაში. კომპანია რუსთავისწყალი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. კომპანია რუსთავისწყალი რეკომენდაციით მიმართავს თავის აბონენტებს თადარიგი დაიჭირონ და დაათბუნონ თავიანთი კუთვნილი წყალსადენისა და საკანალიზაციო მიწის ზედა ქსელები ან ღია კომუნიკაციები, რომლითაც მათ ონკანამდე წყალი მიეწოდებათ. რუსთავისწყალი ასევე სთხოვს რუსთაველებს შეფუთონ ის აღრიცხვის კვანძები, რომელიც დამონტაჟებულია მათ ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში. აღნიშნული ქმედებით კომპანიის აბონენტები შეძლებენ თავიდან აიცილონ რიგი პრობლემები და შეფერხებები წყლის მიწოდებაში, რაც შესაძლებელია გამოიწვიოს ლოკალურმა ავარიულმა დაზიანებამ მომხმარებლის კუთვნილ ქსელზე. მილებში წყლის გაყინვამ და მრიცხველის მწყობრიდან გამოსვლამ კომპანიის რეკომენდაცია სასურველია გაითვალისწინოს რუსთავის მოსახლეობისა და კომერციული სექტორის იმ ნაწილმა, რომელიც ცხოვრობს ან საქმიანობას ეწევა ისეთ კერძო სახლებში, კორპუსებში, რომელსაც სასმელი წყალი ღია კომუნიკაციებით მიეწოდება და აღრიცხვის კვანძები დამონტაჟებული აქვს ეზოებსა და ღია ტიპის ნაგებობებში. პირველი მარტიდან კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს კომუნალური დავალიანების სუბსიდირება შეუწყდებათ. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლის მერაბ გოგსაძის განცხადებით, დევნილთა შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლის დღიდან მათ თავად მოუწევთ მოხმარებული კომუნალური დავალიანების გადახდა. უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს სამინისტრო ენერგოპრო ჯორჯიასთან ერთად ინდივიდუალურ მრიცხვებს უფასოდ დაუმონტაჟებს. აღსანიშნავია, რომ 1 მარტიდან დევნილთა შემწეობაც გაიზრდება და ნაცვლად 28 ლარს და 45 ლარი გახდება.
რუსთავში განსახლებული დევნილები, რომელიც იღებენ 22 ლარს და ერიცხებოდათ სუბსიდიები, 1 მარტიდან მათ არ ჩაერიცხებათ ეს სუბსიდიები, ვინაიდან მათ გაუხდებათ უკვე 45 ლარი და თვითონ გადაიხდიან. ეს განრისხება მოხდება მათი ინდივიდუალური, რომელიც პროჯექტის ერთად დევნილთა სამისო ჩაატარებს. რამდენიმე თვიანი სამუშაოების შემდეგ გარდაბნის შესასვლელში ფეხიცავალი ნაწილისა და მუნიციპალური ცენტრის აღნიშნული ბანერის რეაბილიტაცია დასრულდა. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ პრიორიტეტულად მიჩნეულ სამშენებლო პროექტს დადებითად აფასებს ადგილობრივი მოსახლეობაც. გარდაბნის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ქალაქში შესასვლელი 3 კილომეტრიანი ზოლის ფეხიცავალი ნაწილი და ბორდიორები მოეწყო. რეგიონული განვითარების ფონდის მიერ პროექტის პირველი ეტაპი 2013 წელს დაფინანსდა. სამუშაოების მეორე ეტაპი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას მოიცავს, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს დამატებით თანხებს თხოვს. პროექტის ფარგლებშივე ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით ქალაქში შესასვლელი ბანერი რეაბილიტირდა. რაც შეეხება ბანერს გარდაბნის მუნიციპალიტეტი, ეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან იყო თანხა გამოყოფილი 40,000-მდე და რაც შეეხება კიდე ბორდიურებსა და სავალე ნაწილს, ეს იყო ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გამოყოფილი 360,000 ლარი. პროექტი დასრულდეს ბოლომდე და ახლობით 200,000-ია კიდე საჭირო. ქალაქში ინფრასტრუქტურის მოწყობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ადგილობრივი მოსახლეობა. მათი განმარტებით სავალი ნაწილის მოწყობა ფეხით მოსიარულთათვის აუცილებელი პირობა იყო, რადგან ცენტრალურ ქუჩაზე ავტომობილები სწრაფად გადაადგილდებიან. ამ ქუჩაზე ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია აუცილებელი იყო. მოგეხსენებათ, ეს გზა ქალაქის ცენტრალური მაგისტრალია, სადაც მანქანები სწრაფად მოძრაობენ. აღდგენითი სამუშაოების ჩატარებამდე მოსახლეობას ქუჩის სავალ ნაწილზე გავლა უწევდა. კარგია, როცა ქალაქის შემოსასვლელი მოწესრიგებულია, ჩვენ წინა ხელისუფლებასაც ვთხოვდით ქალაქის შესასვლელის რეაბილიტაციას, თუმცა ჩვენი თხოვნა მხოლოდ ახლა გაითვალისწინეს. ბორდიურებთან და ბანერთან ერთად გარე განათებაც დამონტაჟდა, რაც ბუნებრივია, ყველას გვიხარია. გაგრძელდება თუ არა გარდაბნის შესასვლელში კეთილმოწყობის სამუშაოები, ეს ცნობილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბოლო ხარშსაღრიცხვის გამოქვეყნების შემდეგ გახდება. ყოველი წლის 4 თებერვალს კიბოს მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა 1923 წელს დაიწყო ჟენევაში კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების ინიციატივით. კიბოს საწინააღმდეგო დღის აღნიშვნას მხარი დაუჭერს მსოფლიოს გამოჩენილმა კიბოს ასოციაციებმა, სამკურნალო ცენტრებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა და პაციენტმა ჯგუფებმა. დეტალები ჩვენ სიუჟეტში. ონკოლოგიური დაავადებები მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2008 წლის მონაცემებით სიკვდილის მიზეზთა შორის ონკოლოგიური დაავადებები მეორე ადგილზეა. უკანასკნელი მონაცემებით საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოზით აღრიცხვაზე იმყოფება 33,000 ავადმყოფი. სიცოცხლეში პირველად დადგენილი დიაგნოზით კი რეგისტრირებულია 4,252 პაციენტი. მათ შორის 59% ქალია, 50 კი მამაკაცი. ამჟამად მსოფლიოში მას მეორე ადგილი უჭირავს გულსიძახთა დაავადებების შემდგომ და პროგნოზირებით მე-2020 წლისათვის პირველ ადგილზე გადავა. ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 7,000 ახალი შემთხვევა არის ონკოლოგიური დაავადების. აქედან 4,000 ფატალურად მთავრდება. 33,000 მკურნალობას გადის. დაავადებათა ამ შემთხვევაში 60% მესამე-მეოთხე სტადიაზე გამოვიდა, რაც მის მკურნალობაში ძალიან სერიოზულ პრობლემებს წარმოქმნის. ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა ის მეთოდი გამოიყენება და ის საშუალებები, რაც მსოფლიოს დასავლეთ ქვეყნებში უფრო მეტად. მედიკოსების სიმსივნეს ორ ჯგუფად ყოფენ: ავთვისებიან და კეთილთვისებიან დაავადებად. მათ შორის განსხვავება ის არის, რომ ავთვისებიანი სიმსივნე სწრაფად პროგრესირებადია, რაც ავადმყოფის სწრაფ გარდაცვალებას იწვევს. საქართველოში კიბოს დაავადების ძირითადი მაჩვენებელი ქალებში მკერდისა და საშვილოსნოს სიმსივნეზე, მამაკაცებში კი შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებაზე მოდის. მედიკოსები თვლიან, რომ დაავადების დროული პრევენცია სიმსივნის შემთხვევების შემცირების წინაპირობაა. რაც უფრო დროულად მომართავს პაციენტი ექიმს, ამით თავიდან აცილებული იქნება ის საშიში დაავადებები, რასაც ქვია საშვილოსნოს ყელის კიბო.
საშუალოსნოს ყელის კიბოს განვითარებას იწვევს პაპილომა ვირუსი, მაგრამ სამწუხაროდ სუბიექტური გამოვლინება ჩივილი პაციენტის თვალსაზრისით შეიძლება არ იყოს ადეკვატური და აქედან გამომდინარე პაციენტი ნაკლებად მიმართავს გინეკოლოგს და როცა უკვე ჩივილებით მოგმართავს ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ დაგვიანებული შემთხვევას აქვს ადგილი. თავის დაზღვევას რაც შეეხება და მის თავიდან აცილებას ეს შეუძლებელია ბოლომდე ამის ნიველირება და ნულზე დაყვანა, თუმცა არსებობს ისეთი მეთოდები, ისეთი პროგრამები, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავთ ძუძუს კიბოს განვითარების რისკი. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ სტატისტიკაზე, იგულისხმება ძუძუს კიბო, ანუ ავტისებიანი დაავადებები. და ამ მაჩვენებლების ხრივ სარძევე ჯირკვალი ქალებს შორის ყოველ შემთხვევაში დგას პირველ ადგილზე. ავტისებიანი სიმსივნეების შესახებ არსებული მონაცემების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიოში 2030 წლისათვის კიბოთის სიკვდილობის მაჩვენებელი 13 მილიონს მიაღწევს. ამასთან ახალი შემთხვევების განსაკუთრებული მატება განვითარებად ქვეყნებში ამოსალოდნელი. რუსთავის მუნიციპალური ქონების მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოფამ ახალ მისამართზე გადაინაცვლა მიმდინარე წლიდან სამსახურის საქმიანობას განახლებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით განახორციელებს ყაზბეგის ნომერ 2-ში მდებარე შენობა გამწვანების ღონისძიებების აუცილებელი სპეციალური ტექნიკითაც აღიჭურვა. უზრუნველყოფის ხელმძღვანელის დავით სუქნიძის განმარტებით 99,300 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები შეზღუდული პასუხისმგებლობის ახალ შენობაში ახალი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, კერძოდ შევიძინეთ სატრანსპორტო საშუალება ფორდის ტიპის როგორც მუშებისთვის სახელსაწყოების გადასაზიდად 6 ცალი ხერხი ელექტრო, 6 ცალი ბალახის საკვეჭი, მანქანა 6 ცალი ელექტროცელი და უამრავი რამ ეს ყველაფერი მიემატა იმ ბაზას რაც ჰქონდა და განახლებული ენთუზიაზმით განახლებული შენობით ვიწყებთ წელს. გაუხანგრძლივე სიცოცხლე წინგს ამ სახელწოდების აქცია ქალაქის ნომერ 1 საბავშვო ბიბლიოთეკაში გაიმართა ღონისძიებაში მონაწილეობა რუსთავის მე-9-მე-16 სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. მოზარდება 100-მდე დაზიანებული და ხმარებიდან ამოღებული წიგნი განახლეს, რომლითაც სარგებლობაც მკითხველს მომავალში კვლავ შეეძლება. 2014 წელი გამოცხადებულია წიგნიერების წლად და ამ ასთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ რომ ჩაგვეტარებინა ეს აქცია და დაახლოებით 100-მდე წიგნი ბავშვებმა შეაკეთეს და დაუბრუნეს თაროებს. მე მივიღე აქციაში მონაწილეობა, სადაც ვარემონტებდით ესეთ წიგნებს. ჩემთან ერთად იყვნენ მე-9 სკოლის მოსწავლეებიც და ისინიც დაგვეხმარნენ წიგნების გაკეთებაში. ხვალიდან კალათბურთში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ოთარ ხმელძის სახელობის ტურნირი იწყება შეჯიბრი 5 დღის განმავლობაში რუსთავის ქიმიკოს და სპორტულ კომპლექსში ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას 2002-2003 წლებში დაბადებული კალათბურთელები მიიღებენ. პირველობისთვის სულ 8 გუნდი იბრძოლებს. აღსანიშნავია, რომ ოთარ ხმელძის სახელობის ტურნირს რუსთავი უკვე მე-13 მასპინძლობს. ხვალიდან 2 საათზე სტარტს იღებს რუსთავის დამსახურებული მწვრთნელის, რუსთავის საპატიო მოქალაქის ოთარ ხმელძის სახელობის ტურნირი. რუსთავის სასპორტო სკოლების გაერთიანება ატარებს მე-13 ამ ტურნირს. მასში მონაწილეობას იღებს 8 გუნდი. ჩამოდიან ასევე ქუთაისიდან და თბილისის გუნდები იღებენ მონაწილეობას. 2 საათზე დაიწყება პირველი მატჩი, დასწრება არის უფასო და ბრძოლა წესების გარეშე მოასპარეზე სპორტსმენები უკრაინის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან შეჯიბრი თებერვლის ბოლოს გაიმართება, რომელშიც რუსთავიდან მონაწილეობას 6 სპორტსმენი მიიღებს. საერთაშორისო ტურნირამდე ისინი კომპლექსური სასპორტო სკოლის დარბაზში ყოველდღიურ ვარჯიშებს გადიან. აღსანიშნავია, რომ კლუბ გლადიატორის სპორტსმენებმა გასულ წელს გამართული საერთაშორისო ტურნირები წარმატებით დაასრულეს. ისინი კავკასიისა და ევრაზიის თაზის მფლობელები გახდნენ. 2 წლის განმავლობაში საკმაოდ მიზანმიმართული და შრომატევადი სამუშაოები ჰქონდა. 4-ჯერ გვაქვს კავკასია მოგებული, 4-ჯერ საერთაშორისო, ერთხელ ევრაზია, ერთხელ კავკასიის გუნდური თასიც მოვიგეთ.
ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ სპორტსმენები მზადყოფნაში არიან, ვიმზადებით უკრაინაში, საერთაშორისო შეჯიბრზე გასასვლელად. ვარჯიშებით ყოველდღე ვარჯიშობთ. რა თქმა უნდა, სადღაც რო გავდივართ, სადმე დიდ ჩემპიონატზე, გამარჯვების იმედი გვაქვს უყველას, მაგრამ ჩვენი სკოლა, ჩვენი ფედერაცია მარტო უკრაინის თასით და ეგ საერთაშორისო თასით არ დაკმაყოფილდება, უფრო მაღალ მიზნებს უმიზნებთ. ვაპირებთ ასევე მსოფლიო ჩემპიონატებზე გასვლას. იქაც ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ყალბის საკრედიტო ბარათის დამზადება გამოყენების ბრალდებით დააკავეს, ხოლო დანარჩენ 2 წევრს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცნენ. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა ამერიკაში მცხოვრებ თანამზრახველთან ერთად ყალბის საკრედიტო ბარათები დაამზადა, რომელსაც ჯგუფის წევრები პერიოდულად თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ანაბდებდნენ, ხოლო შეძენილ საქონელს ადგილზე უწევდნენ რეალიზაციას. გამოძიება ყალბის საკრედიტო ბარათების დამზადება გამოყენების მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18.200 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით. დღეს ხელი მოეწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროსა და შვეიცარიის თანამშრომლობის და განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმის დოკუმენტს ხელი მოეწერეს ალექსანდრე ჭიკაიძემ, ხათუნა გოგოლაძემ და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა რუდოლფ შოხმა. პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება შვეიცარიის გამოცდილების საფუძველზე პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად რისკების მართვის მეთოდოლოგიის სისტემის მიდგომის შემუშავება და მისი გამოყენება ეროვნულ დონეზე. უნივერსიტეტის ერთ ოთახში განხორციელებული იდეა, რომელიც დღემდე აქტუალობას არ კარგავს, ერთ-ერთი უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook-ი დღეს 10 წლისაა. ქსელი, რომელმაც ადამიანების სოციალური დნმ შეცვალა ჩვენ სიუჟეტში. Facebook, gotta check my Facebook, gotta take another look. Nothing new, I am hooked. What to do? Hit refresh. ამ საიტს დღის განმავლობაში მსოფლიოში ათასობით ადამიანი იყენებს. Facebook-ი დღეს 10 წლისაა. ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტების იდეა დღემდე აქტუალობას არ კარგავს. მარკ ცუკერბერგმა Facebook-ი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ოთახში შექმნა. თავდაპირველად ის მხოლოდ უნივერსიტეტების სტუდენტების კომუნიკაციის საშუალებას წარმოადგენდა, მალე კი საერთაშორისო უმაღლესი სასწავლებლების დამატებით მომხმარებელთა რაოდენობამ 5.5 მილიონს მიაღწია. საიტმა ძალიან მალე მიიზიდა ბევრი კომპანიის ყურადღება, თუმცა დამფუძნებელს არ სურდა პროექტის გაყიდვა. მან ისეთი ორგანიზაციების შეთავაზებები უარყო, როგორიც არის Yahoo და MTV Network-ი. ამის მაგივრად მან დიდი ყურადღება დაუთმო საიტის განვითარებას და დახვეწას. დღეისთვის გვერდის ინტერფეისი გადათარგმნილია 70 ენაზე და მილიონზე მეტი კომპანია იყენებს სოციალურ ქსელს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. სოციალური ქსელი პოპულარულია ასევე მობილურის მომხმარებლებისთვის. ეს არის ქსელი, რომელსაც აქტიურად იყენებენ როგორც ბიზნეს კომპანიები საკუთარი პროდუქციის რეკლამისთვის და პოლიტიკოსები საკუთარი იმიჯის პოპულარიზაციისთვის, ასევე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები გართობისთვის. Facebook-მა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას გაპრეზიდენტებაში. ეს ქსელი შეიძლება მომავალში წინ დაგხვდეს როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი ჩვენ საქმიანობაშიც. Microsoft-მა კომპიუტერები ყველასთვის ადვილად გამოსაყენებელი გახადა. Google-მა ინფორმაციის მოძიება გაამარტივა. YouTube-მა ადამიანების ონლაინ გართობაზე იზრუნა. სოციალურმა ქსელმა Facebook-მა კი ყველა ჩამოთვლილ კომპანიას აჯობა. მომხმარებელი მასზე ემოციურად დამოკიდებული გახადა. Facebook-ი გვაიძულებს გავიღიმოთ, როდესაც საკუთარან მეგობრების ფოტოსურათებს ვათვალიერებთ. გავბრაზდეთ, როდესაც არავინ პასუხობს ჩვენს מחვილ გონივრულ პოსტებს. ვიჭორავთ, ვცვალოთ სტატუსები, დავთაგოთ და დავალაიქოთ სხვისი ფოტოები. ამ საიტმა შეცვალა ადამიანების სოციალური დნმ. ადამიანი უფრო ღია გახადა. თანამედროვე ცხოვრების ყველაზე დიდი კულტურული ცვლილებაც სწორედ ესაა. მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრების დიდ ნაწილს Facebook-ში ატარებს.
გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძო თოვლიანი შტორმი ირანში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი უხვი ნალექი მოვიდა ირანის ჩრდილოეთ ნაწილში უამინდობის გამო. ჩაკეტილია ავტომაგისტრალები და დაიხურა სკოლები რეგიონში სამაშველო სამსახურები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ. სინოპტიკოსების თქმით, თითოეულობა ქვეყანაში კიდევ ერთი კვირა გასტანს. უამინდობა ევროპაში სიცილიაში ქუჩებია დატბორილი მიმდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან რომში დატბორილია რამდენიმე შენობა ქვეყნის ჩრდილოეთით კი დიდი თოვლობა. გადაკეტილია გზები უამინდობამ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა სლოვენიაში. წლის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე 4 დღე რჩება, თუმცა სოჭში საერთაშორისო სპორტული ღონისძიებისთვის საგანგებოდ დაწყებული რამდენიმე სასტუმროს მშენებლობა დაუსრულებელი რჩება. 7 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც სოჭი 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად გამოცხადდა, რუსეთის ფედერაციამ ააშენა სარკინიგზო ხაზი, ჰიდროელექტროსადგურები და ოლიმპიური სოფლები, სადაც სპორტული ღონისძიებები გაიმართებოდა. აფეთქებები ლიბანში ქუჩაში ავტობუსი აფეთქდა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ, თუმცა ამ დრომდე უცნობია დაღუპულთა რიცხვი. არიან დაშავებულებიც სამართალდამცველები მომხდარის დეტალებს იძიებენ. გამოშვების ბოლოს ტრადიციულად ამინდის პროგნოზის დროა, ვნახოთ როგორ ამის ვარაუდობენ სინოპტიკოსები ხვალ ჩვენს რეგიონში. Tāpat დღისით +1 ღამით -8, თეთრიწყაროში +2 გრადუსი დღისით ღამით -5 გრადუსი, სვანიში 0 გრადუსი ღამით -12, პოლნიში +6 ღამით -6. არნაულში დღისით +7 ღამით -4 გრადუსი, თბილისში +7 დღისით ღამით -4. გარდაბაში +6 დღისით ღამით -4 გრადუსი, რუსთავში +6 დღისით ღამით კი -4. ამით ქრონიკა 9-ის ნახევარზე დასრულებულია. მომავალ შეხვედრამდე გეშտობებით.